ეფირში. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი დაბრძანდით. როგორ ხართ და მართლა მინდოდა რომ იზოლაციაში მყოფ ლევანს ტელევიზორით მაინც მოესმინა თქვენი სათქმელი. მაყურებელს შევახსენებ რომ ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს 2 მუხლი წარდგენილი 339 მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან. ეს არის მოხელისთვის ქრთამის დაპირება და მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. რადგან აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, მეც ბევრჯერ მიკონტაქტია ლევანის ადვოკატთან, წერილის გამოგზავნის უფლებაც წართმეული აქვს, ჩამორთმეული აქვს ყველანაირი კონტაქტის უფლება გარე სამყაროსთან. აი ესე გადავწყვიტე, რომ დღეს თქვენთვის მოესმინა პატიმრობაში მყოფ ლევანს პირდაპირ ეთერიდან. როგორ ხართ და პირველ რიგში აი რა პირველი რაც გინდათ, ეხა ეჭვი მაქვს რომ გიყურებთ. რას ეტყოდით მას? მადლობა შესაძლებლობისთვის. მადლობა თქვენ სტუმრებს. ლევანი მხნედარი ინგა და მინდა რომ კიდევ უფრო მხნედ იყოს. ყველაფერი კარგად იქნება, ყველა პოლიტპატიმარი დარწმუნებული ვარ რომ მალე გარეთ იქნება. ინგა ჩვენ მთელი ცხოვრება ისე გავიარეთ, ეხლა აი გრძელი ეკლიანი გზა გვაქვს გავლილი, ასე რომ ვთქვათ, ბევრი გაჭირება ვნახეთ, ბევრი ტკივილი გადავიტანეთ, მაგრამ ყველა გაჭირება ღირსეულად, გაჭირების შემდეგ ღირსეულად წამოვდექით ფეხზე. მე პირადად ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ აი უკან მოხედვის არასოდეს არ შემრცხვენოდა. არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგავს ისე, რომ ჩემ შვილებს რამე ცუდად არ დახვედროდათ შემდეგ. ჩემი შვილებიც ასე გავზარდე. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ დედიკო, უნდა იყოთ თქვენ ღირსეული ვაჟკაცები. ლევანი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. აი ხა რომ დავდივარ ქუჩაში, ტრანსპორტში ვარ, მაღაზიაში ვარ, აი თქვენ ლევანის დედა ბრძანდებით, ქალბატონო, დიახ, ლევანის დედა ვარ, უკვე ეკრანიდან დიახ და თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და უნდა მხნედ იყოთ. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. აი ძალიან ბევრ ადამიანს ნდობა აქვს მის მიმართ და მინდა რომ ჩემმა შვილმა ეს ხალხის ნდობა და სიყვარული გაამართლოს ჩემო ინგა. იცით რა არის ქალბატონო მარინა, არის მთელი რიგი რაღაც თემები, რაშიც შეიძლება ლევანს ეთანხმებოდი ან არ ეთანხმებოდე. მე მუდმივად ისეთი მწვავე ინტერვიუები მქონდა მასთან, მათ შორის ჩემს ეთერში გაკეთებული განცხადებები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეხლა ის არის პატიმრობაში. და ამიტომ ვამბობ, ანუ შეიძლება ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდე, მქონდეს ჩემი განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ის როცა უფიქრდები, რატომ ზის ეს ადამიანი ციხეში, საბოლოო ჯამში ციხეში გაუშვეს ტელევიზორში პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო და ყველაზე უცნაური არის ის მდგომარეობა, რაშიც არის ახლა თქვენი შვილი. ანუ არანაირი კონტაქტის უფლება, ტელეფონითაც ვერ გირეკავთ. არა, გამორიცხულია. ანუ არ გისაუბრიათ მისი პატიმრობის დღიდან დღემდე მასთან არ გაქვთ არანაირი კონტაქტი არ გქონია ოჯახს ლევანთან. ერთად-ერთხელ პროკურატურასთან გაკეთებული აქციის შემდეგ მისცეს საშუალება, რომ შვილებს შეხვედროდა 1 საათით. ჩემი უფროსი ვაჟი არის ემიგრანტი ამერიკაში. თქვენც იყავით, ხო? არა, მე არა. შვილები, მე არასოდეს არ მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვება, მიუხედავად პრობლემების და გაჭირების. ლევანმა თავისი ძმა 9 წლის შემდეგ ნახა და ჩემმა გიორგიმ თავისი შვილებიც დაახლოებით ესე 9 წელნახევრის შემდეგ ნახა. მე ჩემი შვილი 10 წლის შემდეგ ვნახე და ყველაფერი გადავიტანეთ ინგა. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის რომ მივდიოდი სახლში და გიორგის შვილები ძალიან პატარები დატოვა, უმცროსი 4 წლის იყო, მამამისის მაისური ეცვათ, მამამისის მაისურს კოცნიდნენ, რომ აი მაისურიდან სითბოს მიღება უნდოდათ, თითქოს თავს იცავდნენ მამამისის მაისურით. ჩემი ლევანის შვილებიც, ირაკლი და გიორგი დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გადაიტანენ აი ამ მამასთან კომუნიკაციის შეზღუდვას. ჩემი შვილიც ლევანიც ღირსეულად გადაიტანს აი ამ ყველაფერს. მე ამაში ვარ დარწმუნებული.
ხო, თავისთავად რაღაც სიგიჟე, ახლა მე ვთქვი რა მუხლებს ედავებიან მას, რა მუხლებით აქვს მას ბრალი წაყენებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისე გამოვიდა, რომ ლევანი დაპატიმრებული არის მის მიერ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებების გამო და შესაბამისად ჯერ ეს ხო გაუგონარია ახლა ინტერვიუების გამო ადამიანის ციხეში დაჭერა, მაგრამ პლუს რა საჭიროება არის, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანი ასეთ იზოლაციაში ყავდეთ, ეს სრული გაუგებრობაა. ყველაზე მეტად ეხლა რისი თქმა გინდათ მისთვის და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ეხლა ცხადია პირდაპირ ეთერში დედა იმას არ იტყვის, რასაც ერთ-ერთზე შეხვედრისას საკუთარ შვილს ეტყვის, მაგრამ აი თქვენც როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდით? მანამდე არ იყავით ესე აქტიურად, არ ჩანდით. ალბათ სულ ედექით მას მხარში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ჩანდით ხოლმე და ეხლა უკვე აქციებზე გხედავთ. ეხლა უკვე ვხედავთ თქვენს განცხადებებს, ვისმენთ თქვენს განცხადებებს. რა არის ის, რაც როგორც დედას გაძლევთ ძალას? ძალიან მძიმეა პატიმრების დედების ყურება. აი ეს პერიოდი სინდისის პატიმრების მშობლებმა ხო რაღაც წარმოუდგენელი არნახული ბრძოლა გვაჩვენეს და ეხლა უკვე თქვენც ჩართული ხართ ამ ბრძოლაში. ძალიან განვიცდი ინგა და აი ხომ გეუბნებით ჩემმა შვილმა პირველი აი ჩემი საფიქრალი რაც არის ლევანი რომ გამოვა მინდა რომ აი ამ ხალხის იმედები გაამართლოს. აი სიყვარული რომელიც მაგის მიმართა აქვს ხომ ის სიყვარული არ დაკარგოს ხალხში ლევანმა. მე ძალიან განვიცდი ყველა პატიმრის მდგომარეობას და ყველა პატიმრის დედის მდგომარეობაში შევდივარ. ძალიან ძიმია პატიმრის დედობა, აი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი მე ლევანს განსასჯელი სკამზე. თვითონ ლევანიც აი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დატყვევებული, არანაირ მოქმედებას მას ვერ ედავებიან. ამდენი ხანია და მოწმეებიც ვერ მოიყვანეს თუ არ მოიყვანეს, არ ვიცი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ლევანზე და ლევანის სანამ დაიჭერდნენ მე საუბრა თორნიკე გოშაძეზე. ეტყობა მარიზისთან ქონდა საუბარი, ძალიან განიცდა. დედიკო, მითხრა იცი როგორი მშრომელი ბიჭი ყავთო ციხეშიო. ხო, ძალიან განიცდი და მათე დევიძეზე. აი ყველა ახალგაზრდაზე თვითონ ძალიან ნერვიულობდა და დაჭერამდე სულ 10 დღით ადრე მე საუბრა, რომ აი დედიკო ამდენი უსამართლობაო და მე ვერ გავჩერდებიო. თხოვე იქნება ლევანი მეთქი ცოტა ესეთი რომ გაწეულიყო ამ პროცესებში. არა, გაწეულ, არა, ინგა, კარგად გამიგეთ. უბრალოდ აი ესეთი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა. და ყოველთვის ვთხოვდი, რომ დედიკო, ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმე. რომ ესე იგი რაიმე ტყვილი არ გამოგივიდეს ერთხელ დრო ტყვილს იტყვიშვილო მე სიმართლეს აღარავინ აღარ დაგიჯერებს თქო. აი რა არ გამართლდა ცოტა დაუწიე ცოტა დედიკო დედა ჩემმა ეხლა მე რა თქმა უნდა თქვენ პოლიტიკური შეკითხვებისთვის არ მყავხარ დღეს ქალბატონო მარინა მოწვეული მართლა მინდოდა რომ ასეთ იზოლაციაში როცა არის ადამიანი მას დედა ენახა პირდაპირ ეთერის მეშვეობით მაგრამ აი გეტყვით ეხა უცნაურს რო თქვით რომ ვეუბნებოდიო რომ ცოტა დაუწიე დედა ჩემს ახასიათებს ხოლმე ეს როცა ჩემს გადაცემებს უყურებს და როცა ის ჩათვლის რომ აი მეტისმეტად მწვავეა ან მომწერს ან დამირეკავს ინგა ცოტა დაუწიე ეს დედა ჩემის სიტყვებია და ეხა რო თქვით უცებ მარინა გამახსენდა დედა ჩემი ხო ეუბნებოდით ხოლმე კი სულ თხოვდი რატო გეშინოდა მეშინოდა არ მოკლან თქო აი ციხიდან გამოვა მაგრამ რომ მოეკლათ რა მექნა ეხლა თქვენ ხო იცით რა დღეში ჩააგდეს და როგორი პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის გადარჩა ძლივს მისი კადრი პირველად რომ ნახეთ მახსოვს პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი როცა გავრცელდა ლევანის ნაცემი ლევანის ეს ფოტო და შოკი გქონდა უმძიმეს მდგომა ჩაუმტრიეს სახის წლები კბილები ეხლა რომ გადავავლოთ თვალი ლევანის განცხადებებს ხო კორუფციაზე რასაც ამბობდა ყველაფერი გამართლდა ხო აბსოლუტურად ყველაფერი გამართლდა ხო და ტყილს არაფერს არ ამბობდა და ამას მეუბნებოდა მე ტყილს არაფერს არ
მითხრა. კიდევ გავიხსენოთ ერთად რას ამბობდა და მე განვაგრძოთ საუბარი მომზადებული უნდა გქონდეს წესით. დამიდასტურეთ თუ შეიძლება. მოდით ნახოთ და მე განვაგრძოთ საუბარი. რატომ აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყე მის მეუღლეს? აი რომელს ჰქონდათ ეს კითხვა თუ არ გაინტერესებთ? თქვენ ხომ მაკონტროლებელი ხართ ხელისუფლების? ან მაგალითად ეს ტყის ამბავი თუ არ მოგწონთ? ბიძინა ივანიშვილმა ხო თქვა რომ ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა მილიონები მოიპარესო? და და ამიტომ გაუშვით თანამდებობიდან და მოიკითხეთ ის ნათესავები, რომელიმე პასუხისგებაში არ იმიცემული. პირდაპირ ხო არ ჩაგიწერდნენ რომ ცოლს ტყე არ უნდა აჩუქო, ხალხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთო, ცოლსო, ესე ხო არ დაწერდნენ. ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაშიო და ცოლის და არ დაასაქმო, ხო არ დაგიწერდნენ ამ ხშირ ქვეყანაში ხალხი რო გააღატაკა. მათ შორის სხვათა შორის კორუფციაზე თქვენ ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ რომ კორუმპირებული იყო, წაუცდაო ხელიო და მის ნათესავებთან აღებ მიცემობაში იყო და როგორ დამთავრდა ეგ ამბავი? ანუ თქვენ რატო არ დაგსაჯეს? ჯერ იყო მეუღლეს აჩუქეთ ბაკურიანში ტყე. რატომ რევთ ოჯახის წევრებს ქურდობაში? კორუფციაში რატომ აკეთებთ ამას? რას ერჩით თქვენს ოჯახის წევრებს? იპარავთ ხართ ატკატებში იყავით, დაანებეთ მამას, მეუღლეს, ოჯახის წევრებს თავი და ნუ გაუფორმეთ მათ ტყეებს და ნუ დააბრალეთ 150,000 ლარი გაჩუქათ. სიღატაკეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფონზე თქვენ შეძელით და 400,000 ლარი მხოლოდ აი ამ ორ ავტომობილში გადაიხადეთ. იქნებ უთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რა თანხებით შეძელით 400,000 ლარის გადახდა ორ ავტომობილში. ფარცხალაძე, მაშინ ჯერ ბოტასი პარიაკაცი პროკურორთო დანიშნეთ, ეს იყო ტრაგედია. მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში 3 მილიონი ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა. ჯერ მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება. აი მინისტრი, თქვენი მინისტრი, კოლეგა, ერთ მაგიდასთან რომ ისხედით, სარდაფში რომ ჩაიყვანა და სცემა, აი მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება. აი აუდიტის სამსახურის უფრო თავარი აუდიტორი ქვეყანაში საჯაროდ დღისით, მზისით სცემა. მაგრამ არა, მაინც ისევე ფარცხალაძის დაცვაში ხართ. ჩიკაიძეს რო კოლცენტრები აქვს, იცით, ჯუანშერი. თავდაცვის მინისტრს აქვს ქვეყანაში კოლცენტრი. დანაშაულს ხელსაფარებს ვარაუდოთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე და კოლცენტრებზე. და შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ თქვენ. აგერ ვარ მე ლევან ხაბეიშვილი. შემიძლია ნებისმიერ მისამართზე, სადაც თქვენ ინფორმაცია გაქვთ, გამოყვეთ. თქვენ რასაგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ? თქვენს კოლეგას, ყოფილ მინისტრს ჩიკაიძეს რო კოლცენტრები აქვს, იცით? გითხრათ მისამართი, ჭავჭავაძეზია. დამიძახეთ მისამართს გეტყვით. ფარცხალაძეს აქვს თავდაცვის მინისტრი რო არის, უსახებ, ვერცნობ ამ კაცს, არ მინდა ხა სახელზე კი არაფერს არ ვამბობ, ვერცნობ. და დავიმახსოვრე, იმიტომ რომ კოლცენტრები აქვს, ჯუანშერი. თავდაცვის მინისტრს აქვს ქვეყანაში კოლცენტრი. მეცაც გეტყვით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულს ბატონი ჯუანშერი ჩადის თავდაცვის სამინისტროდან. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ კაცს აქვს კოლცენტრები. იცით რომ ამ დანაშაულს ხელსაფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სავარაუდოდ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. კობახიძე და დინარაძემ დააბეზღეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჯვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს, რომ 1 მილიარდი ამ ადამიანის მოპარული აქვს, ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი. კორუმპირებული ხართ და მილიონობით ლარის ქონება გაქვთ ბატონო ვახტანგ. თქვენს მოადგილეებსაც, მაღალი თანამდებობის პირებსაც და შესაბამისად თქვენს რუსულად ნაშონ ფულს იცავთ, როგორც კორუმპირებული ქურდი სამშენებლო ბიზნესებში გაქვთ წილი, რომ სათამაშო ბიზნესში გაქვთ წილი. შემდეგ იშენებთ სასახლეებს. ვახსოვს, ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენი პრემიერის არ იყოს, თქვენ სალცალი ბოტებით მობრძანდით, ის იძახოდა, რომ $1,000-იო მისესხე ისე წავედიო. და ეხლა იძახის, მამა ჩემი მილიონერიაო. რა უცნაურია არა ბედის წერა, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ბურჭულაძე, ვიზეც აი ეს ცნობილი გამოსვლები არსებობს ლევანის, მის გვერდით რომ სხედან დღეს. ერთად არიან საპატიმროში. 2023 წელს ლევანი გადავიდა თურქეთში ბატონ ლევან ანთაძესთან ერთად პროდუქტის ფასების შესამოწმებლად, გახსოვთ ალბათ და მე პირველადი მოხმარების პროდუქტები იყიდა გრეჩი, ხაზეთი ისენ და გამოდგა რომ იქ ორჯერ ნაკლები ფასი ჰქონდა თურქეთში ამ პროდუქტებს. წამლებიც ძალიან იაფია თურქეთში, მე თვითონ ვიყავი, წამლები ჭირდება ბევრი ძალიან და
მართლაც ძალიან იაფად არის წამლები. მე პარლამენტში თუ გახსოვთ ზარქუამ დასცინა. პარტიის თავმჯდომარესო ბიჭო რა გინდა ბაზარში ფასებს რომ კითხულობო და დღეს სუსი იძიებს აი ამ ფასები რატომაა მაღალი. ესე იგი ყველაფერს გამოდგა რომ ამბობდა მართავს. ეხლა ამათმა მილიონები დაუტოვეს თავიანთ შვილებს და ლევანის შვილებს მეგობრები, ნათესავები და მეზობლები გვეხმარება ჩვენ. მახსოვს თქვენს გემახსოვრებათ აი ლევანისო კეზერაშვილმა ბინა უყიდაო პარკში მივდიოდით ვარკეთში ძალიან ლამაზი პარკია პანაშვიძე მივდიოდით მე და ჩემი უფროსი შვილიშვილი და პოსტივის ჟურნალისტი დადიოდა ამ პარკში და ერთი მამაკაცი ყავდა გაჩერებული და ეკითხებოდა ხაბეიშვილს თუ იცნობ სად არის ხაბეიშვილის ბინაო და გადავწყვიტე ქალბატონო ინგა მივსულიყავი და მე თქვა წამოდი შვილო მე წაგიყვან და მე გაჩვენებ ხაბეიშვილის ბინას ნუ წვალობ მეთქი და არ დამანება ჩემა შვილიშვილმა ბებიკო გეხვეწები თავი დაანებეო მითხრა ხო და შემდეგ ხვალინგი აჩვენეს მთლიანად რომ აი ხაბეიშვილს რამდენი ბინა ჰქონია. ქალბატონო მარინა, ნერვიულობთ ხოლმე, როდესაც მასზე, თქვა, სოციალურ ქსელში ან ეკრანზე უარყოფითი კომენტარები გხდებათ, აი რაღაცა სუსის აგენტი აქედან დაწყებული, არ ვიცი მე რა შეფასებები დღეს ვოლსკის ქონდა კიდევ ერთი მორიგი შეფასება, განცხადება ლევანის თაობაზე. აი ამ დროს ნერვიულობთ ხოლმე? ძალიან განვიცდი ინგა. მართლა თითოეულ სიტყვას ვერ მიეჩვიეთ? არა, ვერ ჯერ მივეჩვი. თავისუფლებაზე რო იყო შვილი პოლიტიკოსი რო იყო, მაშინაც არა, მაშინაც ნერვიულობდი და აი ეხლა აი იცით აი მაქსიმალურად ვიკავებ თავს რომ ტირილი არ დავიწო. არიტიროთ. ხო. არა, არ ვიტირებ. არიტიროთ. მე იმიტომ მოგიყვანეთ რომ მან დაგინახოთ და მას ესაუბროთ რეალურად. ძალიან ნერვიულობ. აი თითოეულ სიტყვას ვნერვიულობ და მეტყო და ნუ კითხულობ და ერთხელ გამომართვა ტელეფონი, უნდა წაგიშალო Facebook-იო. რა გინდა იყოს მეუთხარი წავართვი ტელეფონი. ძალიან ნერვიულობ. ყველაზე დიდი გულის ტყივილი მივიღე ლევანის პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს. აი ძალიან მაშინ მე ძალიან მწავე ის მქონდა ინტერვიუები მასთან და კითხვები ძალიან ლეგიტიმური მქონდა. ეხლა ალბათ გვიყურებს და გაახსენდება ის მწავე ეთერები, მაგრამ ლეგიტიმური იყო, მაგრამ ეხლა მაგაზე პარტიაში და ამბებზე ხომ არ დაგელაპარაკებით თქვენ. მაგრამ გახელვებდათ ნერვიულობ. ძალიან ნერვიულობ. ალბათ ჩემზე ზბრაზობდით იმ ინტერვიუების დროს, როცა ჩემი სტუმარი ჩემს უყვარდით ძალიან და მამაჩემს რო ენახა ის წავე კითხვები, აი ნამდვილად ეწყინებოდა. გაბრაზდებოდა, ხო? აი მართლა საუკეთესო მშობლები მყავდა ინკა და აი არ ვამბობ ტრაბახით, ქალბატონი რიმა ბერაძე ძალიან კარგად იცნობს ჩემს მშობლებს და აი ისიც ვერ იტყვის რომ ლევანის ძალიან ნამდვილად დამიდასტურებს თავის გულში იტყვის და შეიძლება ვინმესაც უთხრას რომ აი ძალიან კარგი ბებია და ბაბუა ყავდა, ანუ ჩემი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები. ჩვენს ოჯახში პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ფულის მოგროვება ინგა. ჩვენ სიყვარულს ვაგროვებდით ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან და ძალიან განვიცდიდი, როცა ჩემშვილს აი ესე ამცირებდნენ და ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, ერთი ქალბატონი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ახლა სახელი არ მინდა ვთქვა, ლევანზე ამბობდა რომ ბატონ ნუგზარს წერდა, ნუგზარ თქვენ იმდენი წიგნი გაქვთ წაკითხული, ხაბეიშვილის საგვარეულოს არ ექნება ის წიგნები წაკითხულიო და ნუ ისეთ ცუდად გავხდი, ვთხოვე რომ დედიკო მეთქი მეუთხარი, ნუ მომკლავ, გეხვეწები მეუთხარი. ხო და ამ ქალბატონს მინდა აი ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ მომიწიეთ აქ და მინდა პასუხი გავცე. ქალბატონო, ლევანს ყავს ძალიან კარგი სანათესაო, საუკეთესო სანათესაო ყავს. მე ჩემი ბიძები, სერგო კოტრიკაძე, ალიოშა კოტრიკაძე, გოგი კოტრიკაძე, მათი უფროსი ძმა, ხათუნა კოტრიკაძე, ჩემი ბიძაშვილი, ჩვენი სიძე ბატონი დათო გოგია. დედაჩემი როცა თბილისში ჩამოვიდა და სწავლობდა, ცხოვრობდა ლევან და ირაკლი უჩანეიშვილების ოჯახში. კუკარაჩას სახიობი. ძალიან კარგი დედა ყავდა ირაკლის და
მოკლედ მინდა რომ თქვა რომ ძალიან კარგი სანათესა უყავს როგორც ხაბეიშვილების მხრიდან, ასევე ჩემი მხრიდან, ბებიების მხრიდან, მე პირადად ჩემი ბებიების მხრიდან ძალიან საყვარელი ხარ. ისე რომ აი ჩემი შვილი არავის სალანძღავი არ იყო ინკა. ძალიან საყვარელი ხარ. ყველა დედას რომ ერთნაირი რეაქცია აქვს. იცით რა მინდა გკითხოთ ქალბატონო მარინა. აი შვილები რას ამბობენ? სხვა შორის ლევანი თუ გვიყურებს, მინდოდა რომ დღეს ასევე ჩვენი სტუმრები ყოფილიყვნენ ლევან ხაბეიშვილის შვილები, მაგრამ ბავშვებმა ასე მოინდომეს, არის სურვეს და რატომ არ უყვართ? მე მყოლიან ისე ეთერში ერთხელ სტუმრად არაჩვეულებრივი ბავშვები. ორჯერ ყავდა. ხოლია და ძალიან კარგი ბავშვები არიან, ისეთი სხარტი, გონიერი, ძალიან კარგი არაჩვეულებრივი რესპონდენტებიც იყვნენ. ეხლა რატომ არ ძალიან კარგი ბიჭები არიან, მაგრამ თავი შეიკავეს დღეს წამოსვლაზე, ძალიან ნერვიულობენ ეხლა მამა, იმიტომ რომ ლევანი ძალიან თბილი მამაა. სხვათა შორის ჩემს შვილებს ძალიან ვსაყვედურობ, რომ ცოტა ისეთი მკაცრი მამები იყავით მე ორივეს. აი ძალიან კარგი მამაა. ეხლა ბავშვები ძალიან განიცდიან. ხო, ცხადია. ხო, ძალიან განიცდიან. როცა მამას შეხვდნენ, მოვიდნენ და ეხლა ხომ იციან რომ მეც ძალიან ნერვიულობ და მირეკავენ გზიდან. ბებო, არი ნერვიულო, მამა ძალიან კარგად არის, მამა გამხდარი არ არის. ეხლა ძალიან ნერვიულობ ლევანის თვალის მდგომარეობაზე. ნუ, აი ყველა ისეთი ინფორმაცია მომიტანეს ინგა რომ აი ესე მეგონა რომ მართლა ყველაფერი კარგად იყო. რომ ბებიამაც, ესე იგი მეც რომ არ მენერვიულა, მამამაც თქვა რომ მე ძალიან კარგად ვარო აქო თქვენო არ ინერვიულოთო, კარგი საჭმელები გქონი. ხო, მესმის ალბათ გაამხნევა, მაგრამ ძალიან მძიმეა. რას გეუბნებიან ადვოკატებისგან, ადვოკატი რას გეუბნებათ, ანუ როდის დადგება ის დრო, როცა კონტაქტის უფლებას მაინც მისცემენ დედასთან, შვილებთან, საკუთარ ოჯახთან? ეხლა ინგა, აი კარგად გამიგეთ, მე ლევანს ციხეში ვერ ვნახავ. შეიძლება ვერც გამოვიდე იქედან ცოცხალი. არ გინდათ რომ მიხვიდე და იქ არ მინდა. აი ნამდვილად არ მინდა. დღეს მე ისე განვიცადე ლევანის პროცესზე, რომ არ ვიცი. ვერ ვნახავ, ჩემშვის მე ციხეში ვერ ვნახავ, იმიტომ რომ არ არის ახლა ლევანი დამნაშავე პოლიტიკური განცხადებებისთვის დაკავებულ ადამიანთან, აი როგორ მივიდე. ნამდვილად პოლიტიკური განცხადებების გამო. მეტი არაფრისთვის. ეს საქმე რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დამხობა თუ შეთქმულება თუ ასე შემდეგ, რასაც სხვადასხვა პოლიტიკოსებსაც უგონებენ, ეს უბრალოდ მართლა გამოწვეულია. ლევანთან მე მქონდა ბევრი კითხვა, მათ შორის იმ დაგეგმილ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვიგებდი, როცა ან თვითონ ლევანი იყო ჩემი სტუმარი, ან 4 ოქტომბრის რომელიმე სხვა ორგანიზატორი, რა ქონდათ ჩაფიქრებული, რის საფუძველზე იყვნენ ასე იმედიანად და სულ ეკითხებოდი ხოლმე, რომ აი გეგმა რა არის და დამცინოდნენ ძირითადად მათი მიმდევრები, რომ რა კითხვაა ეს გეგმა რა არის, მაგრამ იმიტომაც swamdi ამ კითხვას, რომ ვერ ვხედავდი 4 ოქტომბერს, მაგრამ ეს 4 ოქტომბერიც 4 ოქტომბერსაც კი არ მიუღია მას, ანუ რა მონაწილეობა ამას გულისხმობ. ამიტომ გავიხსენე აი ქმედების გამო კი არა, აი სიტყვების გამო, განცხადებების გამო არის ციხეში გაშვებული თქვენი შვილი. ეხლა რო ფიქრობთ ხოლმე, გერჩივნათ რომ პოლიტიკოსი არ ყოფილიყო? ნამდვილად. კი? კი. უფრო შვიდი ცხოვრება მინდა, შვიდი სიბერე მინდოდა ინკა. ეხლა წარმოიდგინეთ ერთი შვილი ემიგრანტი, შვილიშვილები ემიგრაციაში, ლევანი საპატიმროში, შეზღუდული ყველანაირი კომუნიკაცია. ფიქრობ, სულ იმას ვფიქრობ, რომ აი ლევანის ბავშვებს რამე არ გაუჭირდეს, რამე არ მოაკლდეს და ამათ მილიონები აქვთ თავიანთი შვილებისთვის დატოვებული. ხო. შვილებს კი არა, შვილიშვილებს ეყოფა მათი ქონება. ბოლო კითხვას დაგისვათ, როგორ ფიქრობთ რამდენ ხანში ნახავთ თავისუფლებაზე თქვენ შვილს? როგორია თქვენი არ ვიცი, პროგნოზი, მოლოდინი, სურვილი, დარწმუნებული ვარ ის იქნება, რომ ამ წამსვე აქედან რომ გავხოთ გარეთ დაგხვდეთ, მაგრამ აი ძალიან ძნელია ინგა პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ ლაპარაკის გამო დატყვევებულ ადამიანს ყველანაირი შეზღუდვა რომ აქვს დაწესებული, აი რომ ადვოკატებიც ამბობენ რა, აი მსოფლიო პრეცედენტი არ არის,
რომ ლაპარაკის გამო პოლიტიკოსი იყოს დატყვევებული. პოლიტიკური განცხადებების გამო პოლიტიკოსი იყოს დაპატიმრებული. ხო და არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ აი 4 ოქტომბერს დაკავებულებს, აი ყველა პატიმარს უგულშემატკივრობ. აი ყველა პატიმრის დედის ტკივილი მტკივა მე და იმედი მაქვს ჩემო ძვირფასებო რომ თქვენ ძალიან მალე გარეთ იქნებით. არავის არ შერჩება ინგა ეს ბოროტება. ეს არის ბოროტება. ეს არის მტრობა. როგორც ქვეყნის მიმართ, ასევე საკუთარი ხალხის მიმართაც და მე დარწმუნებული ვარ რომ ამათ ეს ბოროტება არ შერჩებათ. მადლობა, ხომ არ გსურთ რამე უთხრათ კიდევ თქვენ შვილს? მიყვარხარ დედიკო და მხნეთი ყავი შვილი. ეხლა ტროლები გააქტიურდებიან, დაგვიწყებენ ლანძღვაგინებას, განსაკუთრებით ერთი ვანომარი თანდილაძე, ნუ ისეთი რაღაც უშვერი სიტყვებით ლანძღავს მე და ჩემშვის. კი, უკვე სახელები. გადამოწმებები დავიწყე და მშობლების რეაქცია კიდე სხვა რაღაცა. ყველა ტროლებო თავი არ შეიწუხოთ. ლევანი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ჩემი ოცნება, როცა გარეთ გამოვა, მან აი ამ ხალხის სიყვარულს პასუხი გასცეს. ის იმედები გაამართლოს, რომელიც ლევანის მიმართ აქვთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩემო. რაღაც გაზეთით ხართ მოსული რამის ჩვენება ხო? აი მინდოდა მეჩვენებინა, აი 19 წლის იყო ლევანი, რომ აი ეს გაზეთი გააკეთა, რედაქტორი იყო აი ამ გაზეთის, სპორტით იყო დაკავებული ლევანი, იცი თქვენ ფეხბურთს თამაშობდა და მე და ეხა თქვენთვის ფიქრობთ რომ ყოფილიყო ფეხბურთელი, რა უნდა დიდ პოლიტიკაშიო, ხო? და ეგეც ჩემი ბრალია, ჩემო ინგა არ გაუშვი ფეხბურთის სათამაშოდ არც უფროსი და არც ლევანი. და დაგემორჩილნენ? კი. ძალიან დიდი ხათრი ჰქონდათ ჩემი. გიორგი რო არ ვათამაშე ფეხბურთს, მერე გიორგის დაყავდა ლევანი. გამხნევდით, მე მინდა რომ იყოთ მხნე და მე მგონი ორჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი რომ როცა ადამიანი პოლიტიკური განცხადებების გამო დაჭერილი ადამიანი არის ციხეში და არის მოქცეული ასეთ იზოლაციაში, რომ საერთოდ კონტაქტს უკრძალავენ, აი ამ ეთერს ქონდა მხოლოდ ერთადერთი დანიშნულება, რომ მას დაენახეთ თქვენ. და მოესმინა თქვენი სათქმელი. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, უმეტესი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად წამდებოდეთ. იყავით ჩვენი სტუმარი. კარგად